გამარჯობა, თქვენ უყურებთ ანტიბიოტიკს, მე კოკა ბარამიძე ვარ, თანაწამყვანი თაკო მიქაძე. დღესაც ჩვენი გადაცემა შეეხება თქვათ რეგიონის ძირითადად ვისაუბრეთ რეგიონში პროტესტის მნიშვნელობაზე და მცირე დროით შევაფასებთ თქვათ ქვეყანაში არსებულ ზოგად მდგომარეობას ამ თვალსაზრისით. ამ თემებზე სასაუბროთ დღეს ჩვენი სტუმარია ინჟინერი ნოდარ გოგუა. ნოდარ გოგუას თქვათ ოზურგეთისთვის წარდგენა არ ჭირდება, იცნობს ყველა. მადლობა ბატონო ნოდარ სტუმრობისთვის. დროის დათმობისთვის, მადლობა იმისთვის, რომ ამ პროცესებში აქტიურად ხართ ჩართული და შესაბამისად ჩვენი პირველი, თქვათ, შეკითხვა და საუბარიც გვინდა დავიწყოთ იმით, როგორ ხედავთ თქვენ დღევანდელ მდგომარეობას, ანუ რა რეალობა გვაქვს ქვეყანაში ამ მომენტში, რამდენიმე სიტყვით რომ შეგვიფასოთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმები მაყურებელს. დღეისათვის პირველად ჩემს თავზე დავიწყებ და ჩემს აქტიურობაზე რადგანაც ამეკვია და აზრი რომ მე და ჩემს თაობას ბოდიში გვაქვს მოსახდელი, იმიტომ რომ ის რაც ახლა ხდება, კაი ხნის წინათ უნდა მოგვეთავებინა უკვე. ცოლაბილის მერე ძალიან დიდი დრო არის გასული და ვერ მოვახერხეთ მიზეზთა გამო, ამიტომ თუ ხის ამაზე ლაპარაკი, ლაპარაკი მხოლოდ ის არის, რომ ჩვენ მივაგელით რაღაც, რომ აქამდე არ მისულიყო საქმე. ურთულესი რომ მდგომარეობა მაშინ ყველანი დამეთანხმებით, მაგრამ 100% დარწმუნებული ვარ, რომ დასრულდება ისე როგორც უნდა დასრულდეს. საქართველოს გამორიცხულია, რომ დამარცხებული გამოვიდეს აი ამ საშინელებიდან, რაშიც ახლა ვართ. რა უნდა გითხრათ, წარმოუდგენელი რა ხდება, ალბათ ჩემს ვერსიებას ძალას ვატან, რაც ამიგითხავს, რაც მომისმენია, რაც გამიგია. აი მსგავსი არასდროს არაფერი არც გამიგონია, არც ამიგითხავს, არც კინოში მინახავს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. იშვიათი, ყველაფერი იშვიათი, უნდა მაინც საქართველოში უნდა ვახდეს თურმე და ეს იშვიათობა მანდამაინც ჩვენს კისერზე გადადის და მადლობა აღმერთს რომ საზოგადოება ამას ძალიან გამოზადებული ხდება. კი, აი ეგ რასაც თქვენ ახლა ამბობთ ნეგატიური თვალსაზრისით ხელისუფლების მიერ განხორციელებული ამ ძალადობის და დაჭერა და ცემა და ამ ამბავს, მაგრამ მე მინდა კითხოთ პოზიტიური ნაწილი, რომელ მხარესაც ჩვენ ვართ ახლა, ანუ თქვენი გამოცდილებით და თქვენი შეხედულებით პროცესი, რომელსაც ახლა სამხალხო საზოგადოება გადის, ანუ რა შეგვიდარეთ, აი რას ნიშნავს, გვინახავს, გამოგვისწია, ახალია, რას ხედავთ თქვენ ამაში? არა, ახალგაზრდა ეს აბსოლუტურად ახალია. მსგავსი რამ იყო 9 აპრილის, მსგავსი მე მახსენდება აქაური ოზურგეთის 9 აპრილი, როცა აბსოლუტურად თვითდინებით, ვინც კი მივედით და ახლა თავისებურად მოჭამართვეთ, მე არ ვიყავი არც ორგანიზატორი, ერთ-ერთი რიგითი ოზურგეთელი, მაგრამ მაშინ გავბედეთ და მე პერიოდში ახალგაზრდა ინჟინერი გახდით, საკმაოდ სერიოზული სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი, კომუნისტური პარტიის წევრიც გახდით, მაგრამ ეს ყველაფერი დავივიწყე და ვიდექით იქ. ასეთიც მოხდა ერთი ფაქტი და მე თანხმება ეს ხალხი, ვინც მაშინ იქ იყო, არ ვიცი ეს მესამე თუ მეოთხე დღე პროტესტის ორგანიზატორებმა, ვინც ტრიბუნას ანიდგენ, საღამო ხანს მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ სოფელ მერიაში იდგა რუსიჯარი მაშინ და მოგვაწოდეს ინფორმაცია, მოგვივიდაო ჩვენ ცნობა, რომ რაღაც ქვედანაყოფი რუსეთის არმიის გამოდის ჩვენს დასარბევათო და სიმართლე არ ვიცით რამდენად სწორიაო, მაგრამ ვალდებული ვარ გაგაფრთხილოთო და ბავშვები, ხალები, ვისაც გეშინიათ, დაახლოებით ეგეთი იყო მომართვა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მობილური კავშირები არ იყო, დაფიცება შემიძლია, რომ მოიმატა ხალხის რაოდენობა. ანუ განწყობები ესეთი არსებობდა მუდამ. თუმცა ეს მართლა გენეტიკაში ვქონია, მაგრამ ახლა რაც ხდება, აი ასეთი თვითორგანიზებით ამდენი ადამიანის თავმოყრა, ამდენი 26 ასეთი და ამ პირობებში თან ყველაფერი იმის გადატანა. ანუ იქ გამოდის მაინც ხმები და ხელისუფლებაში ასეთი კემა დასახეს თავიდანვე გადავტეხოთ. ის არ ნახული წამება სხვა სფეროებს ვიდავარქვენ, რასაც მიმართეს. მათთვის უშედეგოდ არ ჩართო, არ ჩართოთ იმას, რომ დაშავდა ჩვენი მოსასაცილო ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები და სამწუხაროდ აცმარეთის კიდემ როდის რა გამოვლინდება აი ამ წამების კვალი და სადამდე წავა. ასე რომ ეს არის ახალი საქართველო, ეს არის ახალი თაობა, რომელსაც ძალიან კარგად აქვს შეგნებული თავისუფლების ფასი და გემო. და ერთი რამ არის კიდე რა
მე ვთქვარ, მაშინ ჩემი საკუთარი აზრი არ არის, სხვების აზრი არაც ამიგითხავს და მომისმენია ჭკვიანი ადამიანები და ამ ხალხს განსაკუთრებით უყვარს სამშობლო და თავისუფლება. და ერთხელ დამწერეგინებაც ადამიანი, რომელსაც უფრო მეტად ზულს ადამიანი თუნდაც მტერი მოსისხლე მისი ვიდრე უყვარს სამშობლო, მიზანს იკეთებს სამუდაებლად მეთქი. შეიძლება პათეტიკურად არ ჟღერდეს, მაგრამ ასეა ნამდვილად რა. თუ სიყვარულით არ აკეთებს საქმეს, ის გაბრაზებაც რომ სიყვარულიდან გამოდის, იმის გაბრაზება არის რომ ფეხს აბიჯებენ იმას, რაც ყველაზე მეტად გიყვარს და ამის გამო ბრაზდება ადამიანები. აი, თვისობრივად ახალი პროცესი მიდის. პოლიტიკურმა პარტიებმა ჩემი აზრით ძალიან სწორი პოზიცია დაიჭირეს, რომ გვერდზე გაიწიეს და საზოგადოებას მისცეს უფლება საკუთარ ჭკუაზე, საკუთარ ემოციებზე, საკუთარ განწყობებზე და საკუთარ სიყვარულზე აწყონ ეს ყველაფერი, რასაც წინამდებობის მოძრაობა ქვია. მე მგონი არა დარწმუნებული ვარ, შეუძლებელია რომ ამან შედეგი არ გამოიღოს. ბატონო ნოდარ, მეც მინდა რომ შეკითხვა დაგისვათ. ჩვენ ოზურგეთში ბოლო პერიოდში ორი მრავალრიცხოვანი აქცია ჰქონდა, თუმცა მანამდე კი ამბობენ ხოლმე როგორი ეძინოს, თუმცა გურიას ნამდვილად ძალიან აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ყავს და ბევრი რაღაცა პროტესტი ქონია და აქცია ქონია, იქნებოდა შეიძლება 10 ადამიანი, 15 ადამიანი და თქვენ ყოველთვის იქ იყავით ხოლმე და ხო და ეს ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ რა ვიცი, ყოველთვის ამას ვამბობ, რომ ყველა ადამიანს, ინჟინერს, რა ვიცი, არქიტექტორს, ნებისმიერ პროფესიის ადამიანს შეუძლია, რომ რაღაც მომენტში საკუთარი საქმე აკეთოს და ეს რაღაცა უფრო ღირებული, რაც ჩვენთვის არის სამშობლო და მისი მომავლისთვის ბრძოლა გვერდით გადადოს, თქვენ ყოველთვის პოულობდით საკუთარ თავში ძალას თუ ენერგიას თუ აი იმ პასუხისმგებლობას, რასაც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ქვია და მუდმივად იდექით იქ, სადაც უნდა მდგარიყავით და თქვენი გადმოსახედით მინდა რომ ისაუბროთ, რა მნიშვნელობა აქვს ერთი მოქალაქის ჩართულობას ამ პროცესში, რა არის დღეს ჩვენი ერთი უბრალო ქართველის პასუხისმგებლობა და ვალდებულება ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების და საკუთარი თავის წინაშეც თავსახად. ხო, დავიწყებ იმით, რომ ეს ქვეყანა მოქალაქეობრივი თვითშეგნება ეგ არის, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი, ეს უნდა გავიაზროთ. და რა არის, რაც არ უნდა კაი ხელისუფლება და რაც არ უნდა კაი მთავრობა ყავდეს იმათი. ხალხის არის ჩვენი არის. თუ ეს ბოლომდე გაქვს შეგნებული, მაშინ შენ თავში გიჩნდება ხოლმე ვალდებულება, როცა რაღაცა უჭირს შენს ქვეყანას, შენც იქ იყო. შეიძლება რომ ცოტა ვერ გააკეთო, მაგრამ იქ იყო ამის გულშემატკივარი და შორიდან მაყურებელი არა. და კიდე ერთი ამ თავარი რომ მე არასდროს არავის წინააღმდეგ არ გამოსულ ვარ. პირველ რიგში მე სადაც გამოდიოდი, ჩემი ქვეყნის და თავისუფლების მხარდაჭერა გამოდიოდი და არა ვინმეს კონკრეტულად საწინააღმდეგოდ და ტრად ასე ვთქვათ რა. ძალიან ბევრ ადამიანს ჩემს საწუნოებაშიც მათ შორის აი სწორედ ეს ამოხრუჭებს რომ არ გაიგოს მის ახლობელმა რომელიც რაღაც თანამდებობაზე არის რომ ეს მის არავის წინააღმდეგ არ გამოდივარ არაფერი ამ წუთას პიროვნული საწინააღმდეგო არც მერის არც ერთი პოლიტიკოსის არ ამაქვს მე თუ გამოდივარ ჩემს გამოსვლაში ვაფიქსირებ ჩემსაც რომ მიყვარს ჩემი ქვეყანა უზომოდ ჩემ ქვეყანას ახლა უჭირს და ერთად ყველამ რაღაც უნდა უგურნალოთ. იყო შემთხვევები, როცა უკრაინის თემაზე ქონდა რამოდენიმე გასინიდა. ხო, იქაც გამოდიოდი, იმიტომ რომ თავისუფლების მხარდამჭერები ვარ, ჩვენ გვიყვარს თავისუფლება, იმიტომ რომ სიყვარულის და თავისუფლების გარდა გარეშე ამ დედამიწას მომავალი არ აქვს. მათ შორის ჩვენს ქვეყანასაც და ამიტომ ყველანაირი ფორმით იქ უნდა დავდგეთ, სადაც საჭიროა სიყვარულისა და თავისუფლების მხარდაჭერა. ეგ არის და ეგ მეტი არაფერი და თუ კიდე ერთხელ გამიმეორებ, თუ ყველანი შევინებთ იმას, რომ იმის საწინააღმდეგო კი არა, ამის მხარდაჭერის საჭიროდ მოდიხარ, ესაა მთავარი. მაშინ უფრო გაგიოლდება მოსვლას და სწორიც იქნება. მე მართალი ვარ, როცა ამას ვაკეთებ და როცა ვამბობ, რომ მართლა ასე ვფიქრობ. კი ბატონო. აგრეთვე ერთი მნიშვნელოვანი კონტექსტია და ამასაც შევეხები. უფლებას მიცემ თავს, იმიტომ რომ თქვენი შვილი ჩვენი მეგობარი არის და გარდა იმისა, რომ თქვენ როგორც ერთი მოქალაქე იბრძვით, აგრეთვე მინდა როგორც მამამ ამაზეც ისაუბროთ, რომ დღეს ისეთ მოცემულობაში ვართ, რომ ყველას მშობელი
დედა, მამა, რა ვიცი, ბებია, ბაბუა, სულ იმის დარჩი არის, რომ თავისი შვილი რომ იქ დგას ამ ჯალათების და რაღაცა მხეცების წინ, ამას დარდობენ, თუმცა ასევე დედაჩემი ეგრე არის ხოლმე, რომ რაღაცა აი კვდება ნერვიულობით, მაგრამ იმას ვერ მეუბნება, კი არა, არ მეუბნება, რომ მე იქ არ უნდა ვიყო და თქვენი შვილი მუდმივად იქ არის. და ამას ძალიან მოფასებ და როგორც მამა რა განცდა არის ეს და რა რჩევას მისცემდი მშობლებს რომ როგორ შეიძლება აი ამ ნერვიულობას და შფოთს გაუმკლავდნენ. გაუმკლავდა იმით რომ იქ ვიღაც უნდა იდგეს და მე რომ ასე შევხედავ რომ არ ჩემი შვილი აქეთ და რატომ ჩემი შვილი და სოსი შვილი იყოს ნამდვილად არ ვიქნები მართალი და ახლა მაგასაც უნდა დავიდანებო ჩემი შვილი ძალიან კარგად ვიცნობ და ჩვენ მეგობრები ვარ გარდა მამაშვილისა და დედამისთანაც იგივე ურთიერთობა აქვს ზუსტად და ვიცი რომ აზრი არ აქვს რომ ხარ წახვიდა მეთქი და შედეგი იქნება იგი რომ გული ეთქინება ჩემზე და არც კი მიფიქრია რომ მეთქვა რომ შვილი არ წახვიდე თან მიამაყება რომ ასე იბრძვის ეს კი ჩვენც და ну რა თქმა უნდა გული მისკდება ყველა რა თქმა უნდა და ეს შიში როგორ გითხრათ ახლა შეიძლება ამ დოზით არ იყოს ვიქნები გულწმელი მაგრამ შიში ყოველთვის მაქვს თორსა უყურებ რომ აი რას შვები აი რას აკეთებენ რას ის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს ეს მართლა არაკაცებია რა თან ბოღმა მახჩობს თან შიში ვიღაცას რაღაცა შეიძლება არ დამართუნდა ეს შიში და ნერვიულობა რა თქმა უნდა გვაქვს აღძინავს მოკლედ რა. ყველას ხოთაშურის რაღაც შიში, ანუ ადამიანები ყველას აქვს, იქ მდგომ ადამიანებსაც აქვს, ახლა იქ უშიშარი და რაღაცა ისე სუპერძალებით არავინ არ არის რა. რაღაც შიში ყველას აქვს, მაგრამ ის შიში უფრო მეტია, რომ რას გველოდება თუ აქ არ ვიდექით რა. და სრულიად სუფთახელებით, ანუ თანამედროვე სამყაროს საზოგადოება ესე არის მოწყობილი, რომ ჩვენი მოქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ამბავი არის რომ ჩვენი ცხოვრება მოვიწყოთ სახელმწიფოს ფარგლებში არის არჩევნები რომ მივიდე მივცე ხმა და ავიჩიო ვინც და გაიმარჯვოს იმან ვისაც მეტი მისცეს ხმა და როცა ამას გართმევს და გიპირისპირდება ამ ხელა ძალით შენ ანუ ამას დიდი არაღი არ გაქვს რომ იდგე იქამ შვიდობიანად რა და ის შიში გადალახო რა თქმა უნდა შიში უნდა გადალახო რაღაცის გამო უარესი ამ შიშის გადალახვით უარეს აიცილებ უარეს საფრთხეს რა ну ახლა ჩვენ ისეთ თვითარებაში ვართ რა გითხრათ აი მაგალითად საზოგადოებამ გავატარეთ და სწორადაც რომ ახლა ამაზე რა გიზდრო არ არის მაგალითად ერთი კანონი მიიღეს სადაც ქართული ენა ფაქტურად დამარხეს ხო თურმე არ ყოფილა სახელმწიფო მოხალისთვის ქართული ენის ცოდნა საჭირო ეს რაც ნიშნავს ყველა ხვდებით არა მაგრამ ამაზე ლაპარაკის თუ ვარესი მჭირს საქართველოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი დღეს ყოველი ვარი გადაჭარბების გარეშე ამიტომ მეშინია ხო რა თქმა უნდა ეშინია თუმბაძეზე სტუარცები ერთ ადგილას რომ მამაცის კი არა ვისაც არ ეშინია ეს სულელია მამაცისა ვისაც ეშინია და მაინც მიდის დიახ ეშინია ყველას ეშინია ყველა მithumedes იმის მნახველს რასაც არ ველოდით სიმართლე გითხრათ ყველაფერს ველოდით იმის გარდა რაც ვნახეთ მაგრამ აი მაგალითად ბაკა ჭიხლაძე ისე რომ გინდა მოდახეს მესამე დღეს გამოვიდა და სიუჟეტი გააკეთა ხო ეს რა შეიძლება ნიშნავდეს კი და ყველამ ძალიან კარგად ვიცით რას ნიშნავს მაგრამ თქვენი ესეც მაინტერესებს რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ვნახეთ წმინდა წყლის რუსული ანუ როგორ მოქმედებს რუსული რეჟიმი საშინელი ტერორი ფიზიკური ფსიქოლოგიური მორალური ყველანაირი წნეხი თუმცა რაც ჰქონდათ გათვლა რუსულ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას რომ ეს ხალხი შეეშინებინა და ეს პროცესი ჩაეკლა მივიღეთ აბსოლუტურად საპირისპირო და თქვენ დასაწყისში თქვით რომ ქართველების ხასიათიო რაღაცნაირად შეუპოვარია და ამაზე რომ ისაუბროთ რომ ხო ეს ვერ გაითვალისწინეს ჩემი აზრით და ჩათვალეს რომ ერთი ორი ასეთი დარბევა გააჩნდა ძალიან დიდ შიშს გადაულახავს და აღარ გაგრძელდებოდა შეცდნენ ახლა მეგონი შეცვალეს და თითქმის იგნორის ახლა ითვლიან რომ 3000 არიან და ნუ ახლა რა იცით აბსოლუტურად ყველა გზა გადაიკეტა უკვე დიალოგის და კამათის ახლა როცა ადამიანი ამბობს აი რა გითხრათ რომ გუშინ წინ თურმე 3000 კაცი ყოფილა აქციაზე 3000 კაცი მარტო წეგვავდა
ხო? ახლა იმას რაღაცა უნდა ეკამათო რა. კამათი შეიძლება მაშინ როცა რაღაც კამათის სისტემა არსებობს და თან მოწინააღმდეგები ანუ ადეკვატურია. ადეკვატურია და დიახ რა. ახლა ამ ადამიანებს რა ფორმით უნდა ეკამათო როცა მაგალითად გეუბნებიან რომ რაღაც არსებობს ვიღაც X გლობალური ომის პარტია რომელსაც თუნდაც ეშინია მთელ მსოფლიოს და არ ეშინია მარტო თუნდაც ივანიშვილს და ორბანს დანარჩენი ყველა ყავს დამორებული დაშმორებული ამ გლობალური ომის პარტიას ახლა ამას რომ არგუმენტად მოგიდანს კონტრადურმა არგუმენტი რა უნდა უთხრა სულელი ხარ უნდა უთხრა და მთავრდებამით ხო მაგრამ აზრი არ აქვს ამიტომ ერთადერთი დარჩა უწყვეტი დაუმორჩილებლობა, ანუ ის რაც ხდება დღეს ფაქტიურად და ალბათ ამას უფრო გაცილება. რა იცით, ადამიანები ვინც ჯერ კიდე არ გულშემატკივრობენ ამ პროცესებს და გუშინ სერგი ვიღაცა არ მახსოვს რაც რომელიღაცამ თქვა ერთ სტუდიაში რომ როცა ამას აი ყველა ვერ მივაო ხომ ესმისო და მაგრამ უყურებს ტელევიზიითო და ვიღაცები მეც რო ვიციო და რო ვიცნობ ისეთებიო არ გულშემატკივრობენ პირიქით ამათი დამარცხება უნდათო ეს ხალხი მებრალებაო აი ასეთი ხალხიც უნდა მოვიდეს იქეთკენ რომ უნდა მიხვდეს გაითავისოს ეთინაბილი წინ ავიხედოთ ადამიანებო აქ არის მარტო ლაბარაკი იმაზე ჩვენ ეს თაობა გვინდა თუ სხვა თაობა გვინდა და არჩევნები წაგვართვეს აქ ლაბარაკი იმაზე ქვეყანა თუ გვინდა და რა ელის ჩვენს ქვეყანას ორი თვით ისინი ავიხედოთ როგორი ეკონომიკა იქნება საქართველოს და რა მდგომარეობაში იქნება ეკონომიკურად დავანებოთ ყველაფერს თავი ის მორალის ნეობა პატრიოტიზმი ქვეყნის სიყვარული საკუთარი შვილის სიყვარული გავისურვო და რაღაც რომ დაჭირდება შვილს იმისთვის რომ სახსნები რომ არ ექნება იმიტომ რომ ჩვენ ეკონომიკა მას ვერ აიტანს ბლოკადას და იზოლაციას კი არა და გვეხმარებიან ძალიან მაგრამ და ჯერაც კიდე ფეხზე ვერ დგავართ ხო კარგად როგორც საჭიროა და ბლოკადის პირობებში რა უნდა გადაგვარჩინოს ამას ხალხი არ ფიქრობს და გარდა ამისა რასაც თქვენ შეეხეთ დასაწყისში ამ ხალხს ანუ მე გულისხმობ ვისაც ქვეყნის გამარჯვება არ სურს და რაღაცა მართლა ისტორიის არასწორ მხარეს არიან აქვთ რატომღაც იმის განცდა რომ ეს რეჟიმი მათ არ მიაკითხავს ან ხო და ეს ამაზე მინდა რომ ისაუბროთ რომ ეს სხვა ქვეყნებში ჩვენ უკვე გვინახავს ანუ გვინახავს როგორ მუშაობს ეს რეჟიმი რომ მას არ ადარდებს ადამიანი რეალურად როგორც ინდივიდი არ აქვს მნიშვნელობა ის მისი მხარდამჭერი იქნება თუ მის წინააღმდეგ მებრძოლი რეჟიმისთვის მთავარია მხოლოდ პირადი რაღაცა ერთი ამ ვერტიკალურად რაც მოდის და თავში რო აი ბიძინა აზრის ყოველს თავზე აი ამისი კეთილდღეობა და მე ოდნავ რაღაცა ისეთი მდგომარეობა აი ამ გადაწყვეტილების მიღების ტიპებზე. აი ხალხისთვის აი ეს მინდა რომ აუხსნათ ხალხს, რომ ეს რეჟიმი მიაკაკუნებს ყველა კარზე, ან ეგრო გარდაუვალი არის. ნუ ძალიან ძნელია ახლა მაგას ვინც ვერ ხდება, ეს აუხსნა მე მგონია რომ არის კატეგორია ჯიუდების, რომელსაც ჭირთ ასეთი ადამიანებს, რომ მაგას დაუჭანოთ თქვამი და გულურად უთქვათ და არ გადადიან რა, იმასთან გამას აზრი არ აქვს. ნუ არიან ისეთები რომლებიც ნუ 1000 არ 4-5 ასე ვთქვათ ზონა ალბათ ასეთი ხო კატეგორია ხო ხო კატეგორია რა ხო და ნუ ახლა ვისაც ოდნავ ისტორია წავიკითხავს კინო მაინც ვნახავს ხო ასეთი რეჟიმები ზოგადად არავის ასე ვთქვათ უპატივცემულოდ რო არ ტოვებენ ვინც მოებრიანებათ შორსას არ უნდა თვითონ ქართული ოცნების ისტორიას გადახედონ და ნახონ გადახედონ მათი წევრების ისტორიები ნახონ აგერ პროექტის ამბავია მეტი ხო არა ხო და ახლა მაშინ ეს არის 2x2 თუ არავინ არ ხარ და რაღაცა ბოლიში დაგდიხარ ისე რომ ვერავინ გამჩნევს რა თქმა უნდა იქნები მოსედა არავის არ დაინტერესებს მაგრამ თუ ადამიანად გზნობ თავს ეს საფრთხე რომ ეს ხვალთუზე შენთან მოვა რა თქმა უნდა შენთან ეს გარდაუვალი კი ცხადია ამაში 200-ზე არ არსებობს და ახლა მე მგონი ყველა ხდება ამას აი რაჭი თქვენი როგორ ჩემი დაკვირვება მე ეგეთ ხალხზე რაღაც ჩემი სუბიექტური დაკვირვება მაქვს და რაღაც რამდენიმე ორი მომენტია რა რასაც მე ვაკვირდები ერთი ის არის რომ ამ ხალხს უმეტესობას ან კეთილდღეობის ფარგლებში შეიძლება იყვნენ მაგრამ არ აქვს განცდა იმისა რომ შენ შეგიძლია რაღაცა შენი პასუხისმგებლობა გქონდეს როგორც მოქალაქეს და რაღაცა შენ გააკეთო. ეგ ერთი ანუ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ნაწილიდან დაცლილია და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ჩემი აზრით ხა მე თვალში მხვდება შეიძლება არასწორია, მაგრამ ნუ ეგეთი რამეა რომ ის რასაც ჩვენ ვიცავთ მაგალითად ღირებულებებს, უფლებებს, თავისუფლებებს და ქვეყნის რაღაც სიყვარულის და ჩვენი მომავლის
კონტექსტში, ანუ რომ შევხედოთ ძირითადად ახლა ჩვენ ვითხოვთ რომ გქონდეს რაღაცის უფლება, რომ ვიარსებოთ, ხო? რომ ვიარსებოთ, ხო, უფლება, ანუ უფლება და ამ ხალხს ეგ უფლებები არა, ანუ ეგ არა აქვს გაზრებული. ეგ უფლებები აქვს დათმობილი თვითონ. და ანუ ჩვენ ცოტა ზედაზღვარია ესა, საიდანაც რასაც აწვება ხელისუფლება რა, და რომ ჩაგვიყვანოს ამ დონეზე რა, და ამ დონეზე როცა ჩადის, როცა ეს ხალხი აღარ არის, ვინც ამას ვიცავ და ამას ვიაზრებთ, რომ ჩვენ გვაქვს რაღაცა უფლება, რომ მოვთხოვოთ სახელმწიფო და ჩვენ ვართ სახელმწიფოს რეალური რაღაცა შემქმნელიც და მართველიც და ძალაც, ეს რო არ აქვს ამ ხალხს და მე იმ ხალხამდე რომ ჩამოიყვანენ ამას, იქ უკვე მართლა ყველა საკითხავს, იმიტომ რომ იქ მასაც ტკივა ის, რასაც ართმევს რა ქონება, საკვები, რეალ ფიზიკურამდე ხდება მომენტი, რომ როცა ჩადის. ამიტომ ის ამას ვერ გუნებლიეთ კონფლიქტში შედის ამ რეჟიმთან და რა თქმა უნდა. ხო, იმიტომ რომ მას ეხება რა. ხო და ეს მას არ ეხება, იმიტომ რომ ამაზე თვითონვე თქვა უარი და უკვირს, რომ ადამიანი როგორ შეიძლება უფლებისთვის იდგეს ქუჩაში და ითხოვდეს ამ უფლებას. ხო არა, არ მესმის ეგეთი ადამიანების და მართლა გაუგებარია ჩემთვის რა. მართლა გაუგებარია. მაგალითად ვიცი ახლა ერთი ჩემი ახლობელი ოჯახია. ადამიანს ყავს დააკათხოვილი კიევში და მერე ძმაცავი გადავიდა იქეთ ოჯახით. ცხოვრობენ იქ დიდი ხანია, ბევრი წელია უკვე რა, კომუნისტების დროიდან რა. ომი რო დაიწყო, ეს ადამიანი რომელიც ახლა თბილისშია, მიხვდავდები ისე რომ მისი დავანებოთ სხვა ყველაფერს თავი. ღვიძლი და ძმა ცხოვრობს იქ. გუშავდიბრობს რუსეთს. ნუ ახლა ანომალია ვერ ამიხსნია, არ ვიცი. როგორც ევნილები მაგალითად. თან ამ დროს ამ ადამიანს არანაირი ესეთი სენტიმენტები რუსეთთან კაი დროს გადარება ბევრი ფული შოვა არ აქვს. ხო. არანაირი კავშირი არ აქვს. რაღაცები ამოხსნელია. ხო, ეს ამოხსნელია და ელემენტარულია რა, უგარას საჩენ ამბობდი ახლა რა. ბოლოს და ბოლოს თანო მარტივია ამის მიხვედა და რაფერ ახერხებენო ვერ მიხვდენ ამას ვერ ხვდები. აი მომავალი ხვალ შენი შვილი როგორ იცხოვრებს. ცუდა ამაზე რო დაფიქრდე. მეტი არაფერი არ უნდა ამას და ვონდ ობიექტურად იფიქრო რა. კი, ერთი ბოლოსკენ არ ვიცი, ვერ ხვდები. ერთ კითხვასაც მე დავსვამ ალბათ მე თაკოს ბოლოს შეაჯამებს რა. უბრალოდ ერთი რაღაცა კონტექსტიც მინდა დავინახოთ რა. ახლა გუშინაც უყურებდი ამ ვიდეოს რა და აი რასაც ეს რეჟიმი აკეთებს ადამიანის გულთან როგორ არ უნდა ანუ რაღაცნაირ ტანში როგორ არ უნდა გაქცევს ვერ ხვდები გოგო საუბროს რომელიც იქ აქციაზე იყო რომელიც დაიჭირეს სახეს არაჩენ სპეციალურად და ამბობს რომ ანუ გაუპატიურებით მემუქრებოდნენ ახლა იმ სიტყვას აღარ გამოვიყენებ რასაც ის ამბობს რომ რასაც მეუბნებოდ ანუ სადღაცა ეგრეთ წოდებული მარშრუტკაში ხო და აი რა ვიცი ამბობს რომ ისე შემეშინდა რომ პირდაპირ ბოდიში ხა უნდა ვთქვა რომ ამბობს რომ ჩავიფსიო რა ანუ ახალგაზრდა ადამიანი ამას ამბობს რომ ვიღაცა ნაძირალა რომელიც ზედმდგომა ნაძირალებმა და მართლა არა ადამიანებმა დაავალეს რომ ეს გააკეთე და ამ ქვეყნის მართლა მომავალს და ადამიანს რომ ამას აი უბრალოდ ეს როგორ არ უნდა შეგეიხოს რა ვინც არ უნდა იყო ეს როგორ ვერ უნდა მიხვდე რომ ამაზე ადამიანს რაღაცა ტანში აი რაღაცა რაფერ არ უნდა შეგაწუხოს რომ გამოხვიდე და დადგე ან თუ არ გამოხვიდე და დადგე შენ იმ სივრცეში რაღაცაზე ხო უნდა შეწუხდე რა და როცა ასეთი რამე ხდება თუნდაც დამნაშავე აი მაგასაც ვერ ხვდები რა თუნდაც დამნაშავეა ადამიანი თუნდაც დამნაშავეა აი დამნაშავე თუა ასე თვალწინ ხონდეს თუნდაც ესე უნდა ის ინფორმით წაყვანა რამდენად ჯდება ანუ ესე უნდა მოექცე დამნაშავე ადამიანს დამნაშავეს ესე უნდა მოექცე შენ ხელისუფლება რომელსაც გაქვს ყველანაირი ძალა ჩვენგან მონიჭებული რომ ეს დანაშაული აკვეთო ესე უნდა აი ამას რანაირად უშვებენ ვერ ხვდები და აი რა მინდა იცი ნოდარი ბატონო თქვათ რომ ჩვენ ახლა მაინც ჩვენი მიზანი არის რომ ოზურგეთშიც იყოს პროტესტი და ამას ვაკეთებთ კიდეც რა და მნიშვნელოვანია რომ ყველგან რეგიონებში არის უწყვეტი პროტესტი ანუ ჩვენ ამ სივრცეში ამ ხალხს რას ეტყოდით აი თქვენი რაღაცა ისეთი მართლა გულით და თქვენი შეხედულებით რას ეტყოდი რას მიახვედრებდი ან რა გინდა უთხრა იმ სივრცეს ვინც ამას უყურებს რა მე ცოტა გადავახტები ახლა პროცესებს თქვენი ვართვით და გავიხედავთ წინ როცა ყველაფერი ეს დასრულდება როგორც უნდა დასრულდეს და ძალიან ბევრი მიფიქრი ამაზე და შემს წამაკითხე იქნება რამოდენიმეჯერ ჩემი პოსტების უმრავლესობა მაგაზია შემდგომი თანაცხოვრება იმ ადამიანებთან რომელთანაც მთელი ცხოვრება გაგვიდარებია სხვა აზრი გვაქვს მაგრამ გვიყვარს ერთმანეთი მაგრამ ახლა აი ამ სიტუაციაში
ძალიან რთულია ეს ყველაფერი, ერთხელ გადავიდანეთ ძალიან მძიმედ, ეს იყო ზვიადის პერიოდი, გახსოვთ, სამოქალაქო მისაშნელება, რომელსაც დააქცია ქვეყანა ჯერაც ვერ მორჩით იმ დაავადებიდან. ხო და ადამიანებო, საკუთარ შვილებზე იფიქრეთ, ჩვენს ურთიერთობაზე იფიქრეთ, იმ თქვენს მეგობრებზე იფიქრეთ, რომლებიც იქ დგანან, მის შვილებზე იფიქრეთ. ახლა აგერ რომ ამბავი მოყვა იმას, რომ მისი დედა და მამა ყავს, მახლობელი ყავს, მოთესავი ყავს. ხომ შეიძლებოდა რომ თქვენი ვიღაც საყვარელი ადამიანი აღმოჩენილი იყო იმ ადგილას, როგორ შეიძლება ამ ყველაფერმა არ შეგძრას, როგორ შეიძლება ამაზე გაიღიმო, როგორ შეიძლება ამაზე არ განდრისხდე, არ გეტკინოს. წარმოუდგენელია ეს ჩვენთვის და გამოვძრეთ რა იმ რაღაც ნაჭუჭიდან, რომელშიც ვართ შეგუჟული სამწუხაროდ და გავიხსენოთ რომ ჩვენს მერე ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა საუკუნეები უნდა იწყებოდა მათ მომავალმა და დაუტოვოთ როგორმე ისეთი ქვეყანა რომ კიდე ამის მსგავსი რამ აღარ მოხდეს არასდროს. იმიტომ ვახსენე თავში და იმიტომ მოვიგონიშვე რომ ჩვენ უნდა მოგვეხერხებინა და ვერ მოვახერხეთ ამის გაკეთება და კიდე უარეს საშინო შეცდომას უნდა უშვებთ ახლა იმიტომ რომ ეს გაცილებით უარესი ახლა რომ რამე ღმერთმა დავიფაროს და ცუდად დასრულდეს ამას გაცილებით უარესი და უფრო ხანგრძლივი შედეგები ექნება ვიდრე იმას რაც 20-იან წლებში მოხდა გასული საუკუნის. კი ბატონო. ხო და მიყვარხართ ყველანი ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ შემოძვირფასებო. ერთად უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება და ყველა ვარიანტიდან მე მგონია რომ თქვენ ისეთ პოზიციაზე დგეხართ ახლა თვითონაც რომ ყველა ვარიანტიდან მარცხებული იქნებით იმიტომ რომ ღმერთმა დაიფაროს და თქვენმა პოზიციამ რომ გაიმარჯვოს მაშინ ყველა ერთად ვიღუპებით ამიტომ გადმოდით სიმართლის მხარეს და გადმოდით სიყვარულის მხარეს გადმოდით თავისუფლების მხარეს ერთად ვიცხოვროთ ბედნიერად ეს მინდა მეტი არაფერი ეს კარგი ფრაზაა, ამით ვასრულებ ხოლმე რომ გამოვა, მაგრამ უშენოდ არ გამოვა და ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ ჩვენ რისთვისაც ვიბრძვით უკეთესი მომავლისთვის, ეს მარტო ჩემთვის არ მინდა და მარტო ჩემი მეგობრებისთვის და ოჯახისთვის არ მინდა. ეს გვინდა ყველასთვის და ამ პროცესში ანუ ამ პროცესის გასაღები არაფერია, გარდა ერთიანობისა და თუ ეს ერთიანობა არ გვექნება, მართლა დავიღუპებით ისე რომ არ ვიცი, როდის დავაღწევთ თავს ამ რუსულ ჯოჯოხეთს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ნოდარ, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი და აუცილებლად უნდა დავამთავრო იმით, რომ თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, სოლიდარობა რეჟიმის მიერ მოწამებ ხალხს და სანამ ერთი ადამიანიც კი არის რეჟიმის ტყვეობაში, აი რუსული მავნებლების ტყვეობაში, ჩვენ არცერთ არ გვაქვს მორალური უფლება იმისა, რომ თავი ჩავთვალოთ თავისუფლად. შესაბამისად, უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე ამ ხალხის დასახსნელად, ჩვენი ქვეყნის დასახსნელად, ერთად ყველაფერი გამოვა აუცილებლად. ერთ სიტყვით დაასრულო მინდა, ერთი სიტყვით აღარ გამახსენდა უბრალოდ და რო არ თქვა შეგვიძლია სულგანათლებულ მერაკოსტავას ნახმა თქვენს მაშორის ოზურგეთში თეატრის წინ ერთ-ერთი გამოსვლის დროს სამშობლოზე უკეთესად ვერ იცხოვრებ. გავითვალისწინოთ ეს ხალხო სამშობლოზე უკეთესად ვერ თუ ადამიანი ხარ ვერ იცხოვრებ. კი ბატონო, უგმესი მადლობა, ნოდარი ბატონო, უგმესი მადლობა ჩვენს მაყურებელს და შევახსენებ რომ ჩვენ შევხვდებით როგორც შემდეგ გადაცემაში, ასევე ქუჩაში დემონსტრაციაზე, მანამ სანამ არ მივიღებთ იმას, რისთვისაც ვიბრძვით. ძალიან დიდი მადლობა მომავალ შეხვედრაზე. მადლობა, ნახვამდის.